მოგესალმებით. 2012 წლიდან მშვიდობიანი პროტესტის შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებაც მკაფიოდ დაადასტურა. ამასთან სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან. სამწუხაროდ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და კანვასის ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღუვებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას. ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცავებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ. ეს ყველაფერი გასცდა მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობს ნაციონალური მოძრაობა. გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც, ამიტომ დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციასაც არის აღიარებული. ამ მოცემულობიდან გამომდინარე სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები. ამ მიზნით ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე. დასასრულს აღნიშნავთ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად ეგრეთ წოდებულ დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. მადლობა. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მიმდინარე მიტინგებზე ჩვენ ვნახეთ ამ პროცესებმა დაგვანახა, რომ ეს გაცდა ყველანაირად იმ მშვიდობიანი პროტესტის კულტურას, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული იყო ხოლმე და რომელსაც ანგრევს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, რომ პროტესტების დროს ხიდან ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხოლმე და რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის და ამ დღეებში ვხედავდით მათ შორის ძალადობრივ თავდასხმას და შტურმს საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პარლამენტის უკანონო პიკეტირებას, რაც არის განმეორება 2019 წლის 20 ივნისის, 2019 წლის ნოემბრის აქციებისა, რომელიც ასევე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ უკვე არა მხოლოდ სამართალდამცავებზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, არამედ მოქალაქეებზე თავდასხმას. შეგახსენებთ გმირთა მოედნის
გადაკეტვის დროს კონფლიქტები, რომელიც ჰქონდათ მონაწილეებს მოქალაქეებთან და მათ შორის ის ვინც უკმაყოფილე იყო და არ იყო ჩართული ამ პროტესტში, მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რომელიც ვიხილეთ. ხედავთ შანტაჟს და ზეწოლას საზოგადოების გამორჩეულ წევრებზე, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, იცით და ნახეთ თქვენ როგორი ზეწოლა არის მათზე, იმისთვის რომ დაფიქსირდეს ზუსტად ნაციონალური მოძრაობის და ამ აქციების ორგანიზატორების სასურველი პოზიცია, მათ შორის სიტყვით სასურველი პოზიცია, პირდაპირ ცენზურაზე არიან გადასული ტერორის მეთოდებით და იმ შემთხვევაში თუ რაიმე სიტყვა რაღაც ფრაზაში არ ემთხვევა, დამატებით მორალურ ტერორზე გადადიან ხოლმე, როგორც ამ ადამიანებზე, ისე ამ ადამიანების ოჯახის წევრებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეაფასოს ეს ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებას ჩამოყალიბებულ კულტურას, მათ შორის პროტესტის კულტურას, ამიტომ პარტიამ და პოლიტსაბჭომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ასეთი ბაზა, ვებგვერდი, სადაც ეს ადამიანები, რომელიც საჯაროდ ჩანს, ხომ, როგორ ძალადობენ ფიზიკურად სხვებზე, ხედავთ მუქარას, ხედავთ შანტაჟს, ეს ყველაფერი თან საჯაროდაც ხდება, ეს ყველა ადამიანი იქნება მხილებული და შემდეგ საზოგადოება თავისთავად განჯის უკვე და ჩამოაყალიბებს თავის ას ამ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად თანამედროვე სამყაროში, მათ შორის სოციალურ ქსელში, როდესაც ჩვენ ხედავთ განსაკუთრებულ მოწოდებას ძალადობისკენ, ზიზღის ენას, შანტაჟს, მუქარას, ადამიანებს აქვს ჩამოყალიბებული ხანდახან ყალბი შეგრძნება ანონიმურობისა, თითქოს რაღაც კერძო საუბარი არის, არადა ეს იგივე არის, ეს გამოსვლები და მოწოდებები სოციალურ ქსელში იქნება თუ სხვა ასეთ ღონისძიებებზე, იგივე არის, რაც საჯაროდ განცხადება და ვფიქრობ, ადამიანები ზოგადად საჯარო, რასაც მოერიდებიან, რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებაც აქვს ჩამოყალიბებული თითქოს სოციალურ ქსელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაღაცნაირად შეიძლება ახმაქვს ჩამოყალიბებული, ეს არის რაღაც კერძო საუბარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათი რაღაც ოთახში ნათქვამი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვიებს როგორც ზიზღს, აღვიებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ამიტომ თავისთავად, როდესაც საზოგადოებას ექნება ამაზე რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთ სახის ქმედებებს და განცხადებებს. ან კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს წამოწყობილი, ზიზღის კამპანია, მუქარის, შანტაჟის, ზეწოლის, როგორც ადამიანებზე, ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე, ასე რომ ჩვენ გვახსოვს მაგალითად, რომ ახლახან მათ შორის ამ აქტივისტები ერთი რომ სპორტსმენებზე და ხელოვანებზე მიდიოდა ზეწოლა და მათი ოჯახის წევრებზე და ესეც საჯარო გახდა რომ მიდიოდა ზეწოლა იმისთვის რომ მათთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ, ქვეყნდებოდა პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანების იმისთვის რომ მათზე ზეწოლა მომხდარიყო და ასე შემდეგ. და ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი, ვინ დგას ამის უკან, ვინ არის კონკრეტულად, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ზიზღის კამპანიას იწყებენ, აღვივებენ, მხარს უჭერენ, ახალისებენ და შესაბამისად შემდეგ საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის ას ამ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, ზუსტად ეს არის. ამას ასახავს საერთოდ ჯამში, ასე ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც იყო კანვასის ტრენინგები თან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული, ვნახეთ რაც იყო მაშინ სცენარები, რასაც ასწავლიდნენ მაშინ აქტივისტებს, ხედავთ ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას საქართველოს ქუჩებში, ხედავთ მათ შორის პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მეკორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე ვიზუალის და რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა, დაქორწინებული წყვილი, ფორტეპიანოზე ადამიანი რომელიც უკრავს და სხვა ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ იყოს გარკვეული, ასე ვთქვათ, შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც სიამოვნებაში ხდება. და აქ არის სწორედ მათ შორის გულდასაწყვეტი, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე
თავდასხმა და ნახეთ შტურმი პირდაპირ ეთერში და ზოგიერთი თქვენგანი პირდაპირ იყავით ასე ვთქვათ მაგ დროს ჩართვებით პარლამენტის შენობასთან სამწუხაროდ მეორე დღეს მოვისმენთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა იგივეს ამბობდნენ 20 ივნისზე რომ მშვიდობიანი აქცია იყო და სტრასბურგმა დაამტკიცა რომ ტყუილი იყო ყველა უცხოელი აქტორი რომელიც მაშინ ჩვენ გვეუბნებოდა რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ძალა არ უნდა გამოეყენებინა პოლიციას თქვენ გახსოვთ რომ 19 აპრილის შეთანხმებაში მედიატორების დაჟინებული მოთხოვნა იყო რომ ყოფილიყო ამნისტია 20 ივნისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებზე მათ შორის ნიკა მელიაზე და სხვებზე და იცით რომ გახდით მათ შორის 19 აპრილის შეთანხმებაზე დაკავშირებით მოლაპარაკებების მონაწილე და მახსოვს ზუსტად მაშინ მედიატორების პოზიცია ჩვენი პოზიცია რომ ვეუბნებოდით ეს წაახალისებდა ძალადობას მაგრამ მათი დაჟინებული პოზიცია იყო რომ მოხდარიყო მათი გათავისუფლება ან ამნისტირება და მათ შორის ამ პუნქტს ქვია სახელად რომ ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების кейსები და სტრასბურგმა გუშინ და მათ შორის ამას წინაც იყო მელიაზე კიდე ცალკე გადაწყვეტილება გვითხრა რომ ყველა ეს მედიატორი თუ უცხოელი აქტორი ტყუოდა ვინც ამბობდა რომ ეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება არის და სინამდვილეში ადგილი ჰქონდა თავდასხმას საქართველოს პარლამენტზე ის რაც გავრილოვის ღამედ მონათლეს სინამდვილეში ეს იყო მელია გახარიას ღამე საბოლოო ჯამში და იყო ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის შენობაზე და შესაბამისი რეაგირება პოლიციის მხრიდან. რაც შეეხება კიდევ ერთხელ სუსის განცხადებას, ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც განხორციელდა მათ შორის სხვა ქვეყნებში და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის და ვხედავთ მათ შორის მათ მოწადინებას და ხანდახან წაცდენებს, როდესაც საუბრობენ მსხვერპლზე, სულ ახლახან ჭიაბერაშვილს ჰქონდა ასეთი წაცდენა, როდესაც საუბრობდა მსხვერპლზე, ფაქტია, რომ მიდიან ყველანაირ დაძაბვაზე შტურმზე, პოლიციის წინააღმდეგ, ძალადობაზე და ასე შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფრის უკან სინამდვილეში დგას ისევ ნაციონალური მოძრაობა მისი მფარველებით და დამფინანსებლებით ქვეყნის გარედან ის ორგანიზაცია, რომელსაც სურს ქვეყნის არევა და ეს არევა არის მისი მიზანი საბოლოო ჯამში არის ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის ომში გადაგდება. ეს არის თავარი ამოცანა, რომელიც ამ ძალებს ამოძრავებს. მე მინდა ვთქვათ აი ბაზაზე სხვა კითხვებით თქვენ ამბობთ რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა რაოდენობის ძალადობას და სამართალდამცავი უწყებების პირდაპირი ვალდებულება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა თქვენ განცხადებით რომ მონაცემთა შექმნის პოლიცსაბჭო რას ამბობთ რომ სამართალდამცავი უწყებები იმდენად უცვლელია რომ პარტიული დანაყოფები გჭირდებათ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და ეს წაახალისებს თუ არა ძალადობას როცა რაღაცა ბაზა შექმნის და ადამიანებს ჩასვან ამ ბაზაში და საკუთარ მომხმარებლებს ეთქვით რომ ისინი არიან მოძალადეები ძალადობას ახალისებს თუ არა მოქალაქეებში და ამით აღიარებს თუ არა იმას რომ მაგალითად საჯარო მოხელეები უკვე აღარ აწერენ ხელს ამ მომდინგების წინააღმდეგ კრიმინალში თუ ასე შემდეგ და პარტიული დანაყოფები გჭირდებათ იმისთვის რომ მონაცემთა ბაზა შეიქმნას. კი ბატონო, უბრალოდ რაც შეეხება ძალადობას და სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს თუ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, ამაზე რა თქმა უნდა შესაბამის ორგანოების შესაბამის რეაგირება აქვთ და ექნებათ და იქ სადაც არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული ან სხვა სახის ასეთი გადაწყვეტილება, იქ იქნება შესაბამისი რეაგირება, როდესაც საუბრობთ ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობით, თუმცა დამატებით არის შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარისა, შანტაჟისა, მათ შორის არის სისხლის სამართლებრივი განზომილება რაც დანაშაული არის იქნება ძალადობა თუ მუქარა და არის განზომილება, როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათ ოჯახის წევრებზე შანტაჟი და ასე შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლებრივი განზომილებაში არ ჯდება და აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის მორალური შეფასება. და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მორალურად ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის შაშანაც გახსოვთ ის კამპანია, რომელიც მათ ჰქონდათ აწეული და ახლაც ჩართული არიან კამპანიაში იმისთვის, რომ მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როდესაც ადამიანებზე მიდის მორალური
მორალური ტერორი, მიდის მცდელობა მათი გარიყვისა, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან, ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობენ ხოლმე და ამაზე იქნება რეაგირება. ყველამ საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი. ის, ვინც არის ჩართული ბულინგში, შანტაჟში, ზეწოლაში, ზიზღის ენის გავრცელებაში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მათ თუ ესენი კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი არის საჯარო პოზიციები მათი, ხომ? თუ ეს საჯარო პოზიცია აქვს და არ ერიდებათ ამ საჯარო პოზიციის დაფიქსირება, და ყველა ადამიანმა იხილოს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამას ანუ უყურეთ არის ნაწილი არის ნაწილი, რომელიც ჯდება სისხლის სამართლის თუ სხვა სამართლებრივ ნაწილში და არის ნაწილი, რომელიც ჯდება მორალური შეფასების კატეგორია არის. ანუ რადგან ახალისებ ძალადობას ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ არის დიახ. და საკუთარ მხარდამჭერებს ეუბნებით, რომ ესენი არიან მუზალადეები თუ არა, ჩვენ კიდევ ერთხელ ეს არის ადამიანები, რომლებიც მუქარას, ზეწოლას, შანტაჟს ეწევიან სხვა ადამიანების მიმართ. აქ არის შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი ან სხვა განზომილება, რომელზეც რა თქმა უნდა სამართლებრივი დამცავი ორგანოები რეაგირებენ და ექნებათ ამაზე რეაქცია და ეს განზომილება, რომელიც არ ჯდება სისხლის სამართლებრივ კატეგორიაში, მაგრამ საჭირო არის ამისი მორალური შეფასება, ვიდრე ეს არის ნაწილი იმ მორალური ტერორისა, რომელსაც ცდილობს ახლა ნაციონალურ მოძრაობა თავის ჯგუფთან ერთად. შეგიძლიათ განმარტოთ, აი მორალური შეფასება რა არის მაშინ? რა შედეგი ექნება მონაცემთა ბაზის გამოქვეყნებას და მორალურ შეფასებაში რა? ისინი ვინც ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე იმისთვის, რომ მათ მაგალითად დააფიქსირონ მათთვის სასურველი აზრი და როდესაც არ აფიქსირებენ, მათზე მიდის შეურაცხყოფა საჯარო შეურაცხყოფა, მათზე ზეწოლა, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ასე შემდეგ. ეს არის მორალური ტერორი, რომელიც შეიძლება არ იყოს სისხლის სამართლებრივი ნაწილი, მაგრამ ეს არის მორალურად შესაფასებელი საკითხი, ვინაიდან ეს არის სწორედ ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში, ეს არის დისონანსის შემოტანა საზოგადოებაში და ეს არის ადამიანის მორალური დათრგუნის ინსტრუმენტები. სწორედ ამას აკეთებს ახლა ნაციონალური მოძრაობა, რომ ცდილობს სხვადასხვა საზოგადოების გამორჩეული წევრები, იქნება ეს თუ სხვა, მორალურად დათრგუნოს აი ამ მექანიზმების გამოყენებით და ფაქტობრივად აქციოს ის ინსტრუმენტად საკუთარი ძალადობრივი მიზნებისა. ზუსტად ამას ემსახურება ეს მიდგომა და ეს ბაზა, რომ ის ვინც ამას საჯაროდ აკეთებს, ხო საჯაროდ აკეთებს, ხო ფარულად არ აკეთებს და თუ საჯაროდ აკეთებს და ეს საზოგადოებამ ნახოს ერთ ადგილას გამჭვირვალეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მათზე მორალურად ძალადობენ და მორალურ ზეწოლას ახორციელებენ. ეს იკითხო დამჩანაგრა, უბრალოდ რეპლიკის სახით მინდა ვთქვათ, როცა ზიზღის კამპანიაზე საუბრობ და საჯარო კონსულტაციაში ჩანს, რომ აქტიურად აგვედების მუზეუმის სტატუსები იწერება, თქვენი გუნდიდან დაიწყეთ, თქვენი თანამდებობის ნიკო სამხარაძის კომენტარები წაიკითხეთ და ზიზღის პროექტზე შემდეგ კითხავ. მე მინდა ვკითხოთ, ევროპელი პოლიტიკოსები ჩამოდიან ორშაბათს, სწორედ მაშინ, როდესაც მესამე მოსმენით დაიწყება კომიტეტის ფარგლებში განხილვა, თქვენ რა გაქვთ სათქმელი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის და შეიძლება თუ არა რაღაც პროცესი გაჭიანურდეს კი არა, უბრალოდ გადაიდოს ან რაღაც გადაწყვეტილება შეცვალოთ. უკვე რამდენიმე კვირაა რაც მიდის განხილვა გამჭვირვალობის კანონის და რამდენიმე კვირაა არის, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ თუ კი არსებობს საიმე კონკრეტული არგუმენტი, შემოთავაზება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყოს ფორმულირებული ესა თუ ის მუხლი, როგორ იყოს ჩამოყალიბებული ესა თუ ის მიდგომა, ჩვენ მზად ვართ ეს შინაარსობრივად განვიხილოთ, ამას იმეორებდნენ მომხსენებლები საპარლამენტო განხილვის დროს და მათ შორის მეორე მოსმენის განხილვის დროს და ამასვე ვეუბნებით ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის შეთავაზება, რომელიც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ელჩების მიმართ, ჯერ კიდევ ძალაში არის, თუ კი ვინმე აქვს საგნობრივად რაიმე სათქმელი და შემოსათავაზებელი, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ეს მოვისმინოთ. სამწუხაროდ ეს პერიოდი, რასაც ჩვენ ვისმენდით, ეს არის მსჯელობის დაბლოკვა. პირველივე დღიდან რაც ხდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ზუსტად აი ამ მორალური ტერორის მექანიზმების გამოყენებით და სპეცსამსახურების ტექნიკით პროპაგანდის ასე ვთქვათ წარმოებით ხდება ასე ვთქვათ დაბრენდვა თავად პროცესისაც თუ კანონისა, როგორც რუსული კანონი და ასე შემდეგ, იმიტომ დისკუსია არ შედგეს. სინამდვილეში გვიგზალავენ
კი, რა თქმა უნდა. ერთსამ გეტყვით. მაგალითად გიპასუხებთ. ანუ სინამდვილეში ჩვენ ხო ხედავთ და თქვენც ამას ესწრებოდით, რომ ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი არგუმენტები, არის ჩვეულებრივი ისტერია, ბრახუნი მაგიდებზე, რაღაც სლოგანების წამოძახილი და არა შინაარსობრივი განხილვა. შინაარსობრივი განხილვისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, სამწუხაროდ გავიდა კვირები და არგუმენტი ვერ მოვისმენთ. პირიქით ვისმენთ ახალ ამბებსაც ვეცნობით, გუშინ ნახეთ მაგალითად რომ კანადაში ინიცირდება მსგავსი კანონი, ნახეთ სხვა ქვეყნებში როგორ მიდის განხილვა ამა თუ იმ ინიციატივისა და ეს არის სწორედ მთელი ფარისეულობა ამ მთლიანი პროცესისა, რომ ისაც ხდება სხვაგან და მე არაერთხელ მithქვამს, სამწუხაროდ ზოგიერთს აქვს დამოკიდებულება ისეთი, რომ არიან თავად იუპიტერები და საქართველოს არის ხარი და იუპიტერისთვის რაც არის დასაშვები, ქართველებისთვის და პატარა ერისთვის არ არის დასაშვები. რაც აბსოლუტურად რაც აუცილებლად რაც არის სამწუხარო მიდგომა, როდესაც ხედავთ, რომ ის რაც კანადაში ინიცირება ხდება, არ ვიცი, სადმე პანიკა ატყდა ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირში მოხდა ინიცირება დირექტივის, სადმე პანიკა ხდა ამასთან დაკავშირებით, ხო აი განხილვაზე პანიკა არის კანადაში, არ არის და რატომ არის პანიკური სიტუაცია შექმნის სურვილი ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან საქართველოში? ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რა თქმა უნდა აქ ინტერესია თავად ამ აქტორებისა, ვინაიდან საქმე ეხება ევროკავშირის თანხებს, ამერიკის შეერთებული შტატების თანხებს, რომელიც ფარულად იხარჯება საქართველოში, ამაზე არაერთხელ მithქვავს, მათ შორის მათთვისაც არაერთხელ მithქვავს და ამაში თანხდებით, სხვათა შორის. ჩვენ პარტნიორებთან თანხდებით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი, ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, რომ ისინი არასაჯაროვებენ თავის ფინანსებს და მალავენ, ამაზე თანხდებით, არავინ ამას არ უარყოფს, რომ ეს არის დაფარული თანხები და უკვე მეორე კითხვა წარმოიშვება, რა ტიპის ორგანიზაცია არის ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც ფარულად უცხო ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში ფარულად ხარჯავს ფულს, არ ვიცი რა კავშირი აქვს ამას დემოკრატიასთან, ეს უფრო სპეცსამსახურების მუშაობის სტილს გავს, რაც უკვე სხვა კითხვებს აღძავს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით და გარდა ამისა, შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ ეს ორგანიზაციები არიან დამფინანსებული პარტიების და მათ შორის იმ პარტიების, რომლებიც დღეს რადიკალურ დღესდღეობას ახორციელებენ და ზუსტად ამ ორგანიზაციების თუ კი დავაკვირდებით, ვინ არიან ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები, პარლამენტის თავდასხმის ორგანიზატორები, ვინ არიან, ვინ მოუწოდებდნენ მათ შორის მშვიდობიან დემონსტრაციას, ვინ მოუწოდა რომ პიკეტირება მომხდარიყო პარლამენტის და ამითი ზუსტადაც რომ ძალადობისკენ უბიძგა აქციის წევრებს, სხვადასხვა გადაადგილება კანცელარიასთან ასე შემდეგ, რითაც უბიძგეს ასევე ძალადობისკენ აქციის წევრებს, თუ კი ვნახავთ ორგანიზატორებს და ვინც არიან შემდეგ აი მის ინსპირატორები და ჩავეძიებით ვინ არიან, შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე კვალს ზუსტად ამ ორი ფონდისა, ევროპის დემოკრატიის ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა. და იმ დღეს, როცა თქვენ მესამე მოსმენით უნდა დაიწყონ კომიტეტზე განხილვა. მე მაინტერესებს თქვენი საქმე რა არის მათთვის? ეტყვით რომ არ არიან ისინი იუპიტერები? და რა გაქვთ? ჩვენ არ ვაპირებ, საქართველოს პარლამენტის ქართულ ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირონ და ჩამოდიან თბილისში. საქართველოს კანონმდებლობის მიღებაზე პასუხისმგებელი და იურისდიქცია არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება მიიღოს კანონი ქართული ხალხის სახელით და ეს ზუსტად ეს კანონი არის ქართული ხალხის ინტერესში და ქართული ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტი განიხილავს ამას მესამე მოსმენით და მიიღებს, რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსების მოსაზრებებს, უცხოელი აქტორების მოსაზრებებს, ბევრი ხსმენია, მათ შორის ევროპარლამენტარების, მე ხა ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამით გვიბიძგებდნენ სამხედრო დაპირისპირებისკენ, ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, დღემდე არ იშლიან ზოგიერთი და ამით გვიბიძგებდნენ დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ. ხა ამ ადამიანებს, რომლებიც ესეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენ როცა მოგვიწოდებენ უკვე რაღაცას კანონებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ნდობა მათ მიმართ ნაკლები არის. რაც შეეხება ზოგადად კოლეგებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან მზად ვართ საუბრისთვის, ყველას უხსნით რა გარემოებები არის ამასთან დაკავშირებით, ვისაც აქვს არგუმენტები, ვისმენთ არგუმენტებს, სამწუხაროდ დღემდე რაიმე ღირებული შინაარსობრივი არგუმენტი არ მოგვისმენია თუ არა და შეგიძლიათ ციტირება გააკეთოთ, თუნდაც საპარლამენტო განხილვისგან რაიმე არგუმენტი თუ მოისმინეთ, რომელიც შეეხებოდა ამ კანონ პროექტს შინაარსობრივად, გარდა იმისა, რომ მიდის აბსოლუტური
ტვინის გამორიცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა. სინამდვილეში ევროპის სახელით ჩვენ ქართველი და ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორი ევროპის სახელით გვიკრძალავს ფიქს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას და ევროპის სახელით დღეს თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს, აწყობენ შტურმს საქართველოს პარლამენტს ევროპის სახელით და ევროპის დროშებით, ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტზე მიდის და ეს რა თქმა უნდა არის ზუსტადაც ძირის გამოთხრა ქართველი ხალხის თვალში ევროპული ღირებულებებისთვის. ზოგადად ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ ის დაპირისპირება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რომ გამოიწვიოს ზიზღის კამპანიით და ამაში საზოგადოება დააპირისპიროს ერთმანეთს, რა თქმა უნდა, თავისთავად ეს ნიშნავს გარკვეულ სპირალში შესვლას. და ამას სჭირდება ზუსტად შეჩერება, ის რაც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობამ ზიზღის კამპანიით და მორალური ტერორით, რომელსაც ისინი ცდილობენ რომ დაამკვიდრონ, ზუსტად ეს სპირალი უნდა შეჩერდეს. და ამას ემსახურება ზუსტად ამგვარი ვებგვერდის ამგვარი თავისთავად, ოდესაც ხდება ნორმალიზება მორალური ტერორისა და ამის ცდილობა არის ახლა ეს იყოს ნორმალური, ის რაც ითვლებოდა ჩვენ საზოგადოებაში არანორმალურად, ადამიანებს შორის ურთიერთობაში, რაც არ იყო ნორმალური, ადამიანების მიმართ ზიზღისენა, გარიყვა და ასე შემდეგ, რაც ხდებოდა, არ ვიცი, თქვენ თვალები არ ვიცი, როდის აგეხილათ, მაგრამ ვერატყობდით რა ხდებოდა ეს დღეები, ტერორი, ზეწოლა სპორტსმენებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე, პოლიტიკოსებზე, მათი ოჯახის წევრებზე, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ეს ხო ნახეთ თქვენ, თუ არ გინახავთ? ეს ხო ნახეთ? არა, გამოძიების ნაწილი სხვა არის, თქვენ მორალურად ამას ამართლებთ? თქვენ როგორც საზოგადოების წევრი ამას ამართლებთ? არ ამართლებთ, ხო და თუ არ ამართლებთ, გასაგები. თუ არ ამართლებთ, გასაგები. მოგორეთ, თუ არ ამართლებთ ამას მორალს, ზუსტად ეს არის. ასე იწყება ყველაფერი, ჯერ ხდება ნორმალიზება მორალურ დონეზე ტერორის, ზიზღისენის, ბულინგის, გარიყვის და ასე შემდეგ, ამის ნორმალიზება, რომ ეს ნორმალური ხდება ადამიანის ურთიერთობაში და შემდეგ ეს გადადის უკვე ფიზიკურ ძალადობაზე და რაც შემდეგ ამ ეტაპებს ყველა ჩვენ ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში. ამიტომაც არის ამ მიზანი ზუსტად ამ ჩვენი მიდგომისა, რომ ის რისი ნორმალიზება სურს ნაციონალურ მოძრაობას, რომ იყოს მორალური ტერორის ქვეშ ამყოფო ცალკეული წევრები ჩვენი საზოგადოებაში, ამას რა თქმა უნდა არ დაუშვათ. და ყველა გეტყვით და ყველა ვინც ჩართული არის ამ მორალურ ტერორში, იქნება ეს ინიციატორი თუ ხელშემწყობი ამ იდეების გაზიარებით და საჯარო წარმოდგენით, ყველამ რა თქმა უნდა, თუ კი ეს საჯაროდ აკეთებს ამ ყველაფერს, მაშინ რაღაცომ ერიდებათ, რომ საჯაროდ იყვნენ მხილებული ამაში. და მხილებული თუ იქნებიან, საზოგადოება თავის დასკვნას გამოიტანს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ ნაწილებს, აქ რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები იქნება შინაგანსაკუთრების სამინისტრო თუ სხვა, იწყებენ დაწყებულიც აქვს სხვადასხვა საკითხზე გამოძიებები, ძალადობის ფაქტებზე და ასე შემდეგ. ვერ გეტყვით ხა ეს არის ჩემი არ გეტყვით არ ვიცი ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამიტომ ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყველა სხვა შემთხვევებს, მათ შორის ძალადობის შემთხვევებსაც, ყველგან იცით რომ არის გამოძიებები. რაზე უნდა ვიყოთ, უსმენდით შალვა პაპუაში.